პედაგოგებს გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების განვითარებაში ეხმარება. თამარა ალადაშვილი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი შემოგვიერთდა სტუმრას სტუდიაში და გაგვიზიარებს როგორ ტარდება კონკურსი, რა კრიტერიუმებით ფასდება პროექტები და როგორ აისახება ეს ინიციატივა საგანმანათლებლო პროცესებზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორ გქონიათ მწვანე ჯილდო, რა გავლენას ახდენს გარემოს დაცვითი განათლების განვითარებაზე სკოლებში უშუალოდ? ეს არის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ტარდება უკვე და ტრადიციად იქცა 2018 წლიდან და ფაქტობრივად ეხმარება მასწავლებლებს და მოტივაციას აძლევს მასწავლებლებს გამოვავლინოთ ყველაზე მწვანე მასწავლებელი ყოველწლიურად, როგორც საბავშვო ბაღების, ისე სასკოლო მიმართულებით. და რა პრობლემები იკვეთებენ, როგორც ვიცი, პრობლემებიც უნდა გამოკვეთონ და ამაზე იმუშაონ, ხო? ყველაზე მეტად რაზე არის საუბარი? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ გარემოს დაცვითი გამოწვევები, რაც არსებობს მსოფლიოში და იგივე აგრარული მიმართულებითაც, ამ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება, იმუშაონ თავის ახსასწრებლებთან, მოსწავლეებთან და ზოგადად ხელი შეუწყონ. მთავარი მიზანი არის ჩვენი, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და სწორედ იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული თემების შესახებ ხდება მათი მხრიდან სწავლება, რაც მსოფლიოში და საქართველოში არსებობს და იგივე მაგალითად თუნდაც დღევანდელი დღეც აქტიურად აღინიშნება ხოლმე ხა დღის დღე, გილოცავთ დღის დღეს და საქართველოს გამარჯვებასაც. ხვალ არის მაგალითად დედამიწის საათი, რომელიც ძალიან მასშტაბური ღონისძიება არის. მთელ მსოფლიოში აღინიშნება 1 საათით ელექტროენერგიის გათიშვით. რომელ საათზე უნდა გამოვხდეთ, რომ შევუერთდეთ? საღამოს 9:30-დან 10:30-მდე შეგვიძლია ვაჩუქოთ თამარა, მინდა ისიც გითხოთ, როგორ ზოგადად ეს კონკურსი რას ითვალისწინებს? ერთის მხრივ წარადგინა, თქვა პედაგოგმა რაღაცა კონკრეტული პროექტი, თქვა გაიმარჯვა, არ ვიცი, არ გაიმარჯვა, მაგრამ მიიღო კარგი შეფასება. მე მას აქვს ამევალდებულება, რომ სკოლებსა და ბაღებში ეს პროექტი უშუალოდ დანერგოს, ბავშვებს გააცნოს? ეს არის სრულად მოხალისეობრივი, სრულზე მათ სურვილზე დაფუძნებული პროცესი, არ არის მხოლოდ კონკურსი. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პროგრამა გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში. ეს არის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის და გვაქვს ასევე სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების პროგრამა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის. ორივე მიმართულებით გვაქვს შემუშავებული შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი, ანუ სახელმძღვანელოები, თამაშები, რასაც ისინი შემდგომში იყენებენ უკვე სწავლების პროცესში. გვაქვს ტრენინგები, რომელსაც ისინი გადიან და სწორედ ამ ტრენინგებზე დაყრდნობით და ჩვენი სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, რომელსაც ვჩუქნით ხოლმე წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ტრენინგების გავლის შემთხვევაში, ამაზე დაყრდნობით ახორციელებენ ხოლმე უკვე სხვადასხვა აქტივობას მთელი წლის განმავლობაში, მათ საკმაოდ დიდი დრო აქვთ ხოლმე ოქტომბრიდან მარტამდე, მარტის თითქმის ბოლომდე ფაქტობრივად, რომ განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები. გამარჯვების შემთხვევაშიც ისინი არიან ჩვენი მუდმივი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ცენტრის წარმომადგენლები, გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით და აქტიურად აგრძელებენ შემდგომშიც უკვე ამ მიმართულებით მუშაობას და უკვე ახალი ინიციატივების განხორციელებას ამსახურებიან თავად. იცით რა მაინტერესებს, აი როგორ შეუძლიათ ამ პროექტში, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა ვადებში უნდა ჩაეტიონ, რომ მოვიდნენ თქვენთან, როგორ გაქვთ პერიოდები გამოყოფილი და ჯილდოებზეც რომ ვისაუბროთ. თუ შეიძლება, რომელიც ყველაზე მეტად წამახალისებელია ხოლმე ასეთ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჯილდო წამახალისებელი არის, მათ სიმბოლურად თქვენს ეკრანზეც ჩანდა ის სიმბოლო მწვანე ჯილდოსი, რომელიც გადაეცემა ხოლმე წელიწადში ერთ აღმზრდელს და ერთ მასწავლებელს და ამის გარდა არის შესაბამისი სერტიფიკატები და არის ხოლმე ვაუჩერები და სხვადასხვა პრიზები არის ხოლმე, ამიტომ არ დავკონკრეტდები ყოველწლიურად. განსხვავდება ხოლმე პრიზები და ეს დამატებითი მოტივაციაც არის, რა თქმა უნდა, მასწავლებლებისთვის, თუმცა ამის მიღმა იგივე გადიან რეგისტრაციას აცხადებმა, აგზავნიან ჩვენთან განაცხადს, თუ როგორ ხდება მათი მონაწილეობა, თქვენ რომ მკითხეთ. განაცხადების მიღების შემდეგ ხდება უკვე გადარჩევა, ახლა დაიწყება უკვე ძალიან დიდი ეტაპი გადარჩევის. განაცხადების მიღება დასრულებულია. დასრულდა წუხელ 12 საათზე და ვითვლით უკვე ზუსტად რა რაოდენობის განაცხადი გვაქვს შემოსული, იქნება მაისში მეორე ტური უკვე, როდესაც მონაწილეებმა უკვე უნდა მეორე ტურში გადასულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები კომისიის წევრებთან თავისი აქტივობების შესახებ და შემდეგ უკვე 5 ივნის გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს სიმბოლურად გამოვავლენთ უკვე გამარჯვებულს და მწვანე ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს და აღმზრდელს. მე მგონი ფანტასტიკური წარმატებები უნდა ვუსურვოთ მათაც და თქვენს მონაწილეებს განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მადლობა. გადავიდეთ მომდევნო ამბავზე. კი ბატონო.